კობა დავითაშვილი ეროვნული საბჭოს დაშლის შემდეგ ნოღაიდელთან ურთიერთობის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, ნოღაიდელი სუსტი ორგანიზატორია და არჩევნებში ეროვნული საბჭოს დაბალი მაჩვენებელი გარკვეულწილად მისმა ნეგატიურმა რეიტინგმა განაპირობა. რა პასუხი აქვს ნოღაიდელის პარტიის წარმომადგენლებს და ეროვნული საბჭოს ერთ-ერთ ლიდერ კახა კუკავას? ნახეთ დანუკა იორდანიშვილის რეპორტაჟში. სულაც არ მოვიხიბლეთ, რომ პრაიმერის იდეას ნოღაიდელი გამოეხმაურა და სხვა არავინ. ამით არც კმაყოფილები ვიყავით და არც ბედნიერები, მაგრამ საკუთარი სიტყვა შევინახეთ. ეს არის ფრაგმენტი კობა დავითაშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ ვერსიაში დაიბეჭდა. ხალხის პარტიის ლიდერმა ნოღაიდელთან ურთიერთობებზე საუბარი დღეს ტელეკამერების წინ არ ისურვა. პრესა იმასაც წერს, რომ ნოღაიდელი ეროვნული საბჭოდან გარიცხეს. ამის მიზეზი კი ის თანხები გახდა, რომელიც თურმე ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკურ პარტნიორებს არ გადაუხადა. არა, ეგ ჭორი არის პირდაპირ გეტყვით. არავით არის დაპირისპირება არ ყოფილა, გავსეზეთ ცივილიზებურად. საარჩევნო ბლოკზე არ მოსავჭო, რომელიც რეგისტრირებული იყო თვითმმართველობის არჩევნებისათვის. იმის გამო, რომ ყველა საარჩევნო პროცედურები დასრულებულია თავისთავად სამართლებრივი საფუძველი ამ საბჭოს, ამ ეროვნული საბჭოს, როგორც საარჩევნო ბლოკის არსებობის აღარ არსებობს და კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს. გაზეთ ვერსიასთან საუბარში კობა დავითაშვილი ზურაბ ნოღაიდელს დაპირებების შეუსრულებლობაში მაინც ადანაშაულებს. ხალხის პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ნოღაიდელი სუსტი ორგანიზატორი აღმოჩნდა და კარდაკარ პრინციპით ხალხის გამოკითხვა და ფინანსების მოზიდვა ვერ უზრუნველყო. სუსტ ორგანიზებაზე ლაპარაკი არის ის ლიცი თქვენ თანხების მობილიზება განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამისად ხელისუფლება სწორედ წინასაარჩევნო პერიოდისთვის იყო მომზადებული, ასე ვთქვათ, იმისათვის, რომ ჩვენ ის ხარდაჭერი ადამიანები, ის ბიზნესმენები ან სხვა ადამიანებსაც ქონდათ სურვილი და საშუალება იმისა, რომ ხარი დაეჭირა და თანხები მოგვეზიდა ჩვენ საარჩევნო კამპანიის ფონდში, სამწუხაროდ ჩვენ ეს ვერ შევძელით და ის თანხები, რომელიც ჩვენ გათვლილი ქონდა, რომელზეც პირობა ქონდა მიღებული ჩვენ პარტნიორებისგან, ხარდაჭერებისგან, აქტივისტებისგან, ჩვენ ვერ მივიღეთ და ვერ შევასრულეთ. ეროვნული საბჭოს დაშლიდან რამდენიმე დღეში კობა დავითაშვილი უკვე იმაზე საუბრობს, რომ ზურაბ ნოღაიდელმა მასაც და კონსერვატორებსაც რეიტინგი დააკარგინა. არჩევნებში დაბალი პროცენტის მიღების მიზეზიც ეს იყო. ნაკლებად რადიკალურია კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. კახა კუკავა არჩევნებში დამარცხების სხვა მიზეზებზე საუბრობს. ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა, რომელიც დგება პოლიტიკაში, ბუნებრივად დგება იმიტომ, რომ სასარგებლოა ყველასთვის. ჩვენი იდეა იყო, რომ ერთიანი კანდიდატებით გავსულიყავით არჩევნებზე, მე მგონი დაადასტურა არჩევნების შედეგებმა, რომ ეს იყო სწორი იდეა და სამწუხაროდ მხოლოდ ის არის, რომ ეს იდეა იმ ეტაპზე მხოლოდ სამმა პარტიამ გაიზიარა. ეროვნული საბჭო როგორც საარჩევნო ბლოკი უკვე დაიშალა, თუმცა ამ სახელწოდებით მუშაობას კონსერვატიული და ხალხის პარტიები ერთობლივად გააგრძელებენ. ეროვნულმა ფორუმმა პარტიული კონფერენცია გახსნა. კეკელიძის სახელობის საკალათბურთო დარბაზში პარტიის 8000-მდე მხარდამჭერი შეიკრიბა. ფორუმმა მათ საკუთარი გეგმები გააცნო პარტიის პროგრამას, მმართველობის სისტემის რეფორმა და სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარმოადგენდა. ეროვნული ფორუმის პირველ პარტიულ კონფერენციას გახსნილად ვაცხადებ. ეროვნული ფორუმის პირველ პარტიულ კონფერენციაზე ლიდერებმა მხარდამჭერებს საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნეს. მთავარ მიზნად ფორუმელების საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ხელისუფლების შეცვლას და ქვეყნის სათავეში ეროვნული ძალების მოსვლას მიიჩნევენ. ფორუმის იდეოლოგიური მდივნის გუბა სანიკიძის თქმით, პარტია პოლიტიკური პროცესების განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს და ამ პროცესებში ფორუმი ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. თუმცა აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში პარტიას მარტო ბრძოლისაც არ ეშინია. პარალელური პროცესი უნდა დაიწყოს, ეს არის საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და მეორე მზადება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უარს გვეტყვის რა. ძალიან მარტივია ესა. დღევანდელი კონფერენცია ფორუმს და ფორუმელებს დაუსახავს უახლოესი 3 თვის სამოქმედო გეგმას. იმისათვის, რომ ფორუმმა მარტო ბრძოლა შეძლოს, კახა შარტავას განცხადებით აუცილებელია მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდოს. ამისათვის შარტავამ დარბაზში შეკრებილ 8000-მდე მხარდამჭერს ფორუმში მეტი აქტივისტის მიყვანა სთხოვა. მთავარი მიზანი კონფერენციისა გახლავთ ჩვენი პარტიის გაძლიერების დაწყება, გაფართოება ჩვენი რიგებისა და მეტი მხარდამჭერის მოზიდვა ფორუმთან. ამას ემსახურება ისიც, რომ დარიგებულია პროგრამის ძირითადი ნაწილი. ამ პროგრამისა და ჩვენი გეგმით აღჭურვილი ჩვენი პარტიის წევრები აქტიურ კონტაქტში უნდა შევიდნენ საზოგადოებასთან, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი გაუჩნდეს ფორუმს. პირველ პარტიულ კონფერენციაზე ფორუმელებმა მხარდამჭერებს სახელმწიფო მოწყობის და ეკონომიკური განვითარების გეგმაც წარუდგინეს. თური კარიერული ფინანსები, თური კარიერული არჩევნობა და თური კარიერული გარანტია იმისა, რომ მიცემდა მოუწოდეს ხელისუფლების სათავეში, როგორც პრემიერი წამოდა კონდეს. თვითმმართველობას კანონით ეკნება იმის საშუალება და იმის ფინანსური შეაძლებლობა, რომ უზრუნველყოფს იმ დასახლებულ ფუნქციებს,
დამყარება. ამის გარეშე ვერანაირ ნორმალურ სახელმწიფოს ვერ ამაშენებთ. ფორუმის ხედვით საქართველოს ეკონომიკური საფუძველი უნდა იყოს განვითარებული, მაღალგანვითარებული სოფლის მეურნეობა, სათანადო გადამამუშავებელი მრეწველობა და ინფრასტრუქტურა. პლუს მძლავრი ენერგეტიკული პოტენციალი და ანალოგიურად მძლავრი სამეცნიერო აზრი. დღესვე დასახელდა ეროვნული ფორუმის თავმჯდომარესთან შექმნილი პოლიტიკური სათათბიროს პირველი შვიდეული, რომელიც პარტიის გადაწყვეტილებებზე იმსჯელებს. ბერის პარკიდან ეროვნული ფორუმის ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. ფორუმის რიგგარეშე შეყრილობა 15 სექტემბერს ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება. თბილისში საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ფრანგული სკოლა გაიხსნა. ახალი სკოლა ფრანგულ საგანმანათლებლო სისტემაზეა დაფუძნებული და მისი ანალოგი კავკასიაში არ არსებობს. საფრანგეთის ელჩის განმარტებით ფრანგულ სკოლაში მოსწავლეებს აზერბაიჯან და სომხეთიდანაც მიიღებენ. სკოლა ოფიციალურ გახსნამდე მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა. ამ სკოლაში სწავლა მოსწავლეებს 4000 евро დაუჯდებათ. ახალი ფრანგული სკოლის პირველი სტუმარი საქართველოს პრეზიდენტი იყო. მიხეილ სააკაშვილმა განათლების მინისტრთან და საფრანგეთის ელჩთან ერთად კავკასიის ფრანგული სკოლა ოფიციალურ გახსნამდე დაათვალიერა. თანამედროვე ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი სკოლის დარბაზებისა და გამაჯანსაღებელი ცენტრის დათვალიერების შემდეგ პრეზიდენტმა ფრანგული სკოლა საბჭოთა სივრცეში საუკეთესოდ დაასახელა. ყოფილ საბჭოთა სივრცეში ასეთი პრაქტიკულად ალბათ არ არსებობს. მაგრამ ეს არის პირველი სკოლა ასეთი. აი ასეთი როგორ იქნება საქართველოში 1300-400 და დანარჩენი კიდევ რამდენიმე 1000 ამასთან მიახლოებული, მაშინ ვიტყვით რომ განათლების დონით, ევროპული დონის განათლებით ჩვენ გავედით საუკეთესო ევროპული ქვეყნების დონეზე, სინგაპურის დონეზე, რომელსაც განათლების სფეროში აუცილებლად უნდა მიბაძოთ და ნანოფ რომ არა ვარ ახლა 5 წლის რომ შაშკინის ახალი წესებით შევიდე პირდაპირ ამ სკოლის პირველ კლასში, იმიტომ რომ ნამდვილად ბევრად უკეთესი სწავლაც მექნებოდა და საერთოდ რევოლუციონერი ბავშვები ცოტა სხვანაირები ვიყავით. ეს არის განათლების რეფორმების ახალი სტანდარტი, განათლების რეფორმების ახალი სიმბოლო. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა, რომელიც არსებობს პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. და ამავდროულად ეს არის ძალიან მკვეთრი მესიჯი საფრანგეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს სტაბილურობის შესახებ, იმის შესახებ, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს. კავკასიის ფრანგული სკოლა დიუმას სახელობის სასწავლო ცენტრს ჩაანაცვლებს. ფრანგი არქიტექტორების მიერ აშენებულ შენობაში დიუმას ცენტრის სრული კონტინგენტი გადმოვა. ამჟამად ფრანგულ სკოლაში 72 მოსწავლეა რეგისტრირებული. სწავლის საფასური საფრანგეთის ელჩის თქმით იგივე დარჩება 4000 евро. სკოლის დირექტორი ერიკ ფურნიეს მეუღლეა. მისი თქმით ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს კავკასიის სხვა ქვეყნებიდანაც ელოდებიან. თავარი განმასხვავებელი სხვა ფრანგულ სკოლებთან შედარებით სწავლის მაღალი ხარისხი იქნება. ეს იმხელა შენობაა, რომ 270-მდე მოსწავლის მიღებას ვაპირებთ. საფრანგეთის მთავრობა ფინანსურად არ დაგხმარებია, თუმცა მათგან რჩევებს ვიღებთ და თანამშრომლობას ვაპირებთ. თბილისში სხვა ფრანგული სკოლებიც არის. როგორებიცაა ნოე ჟორდანიას, მარი ბროსეს და ეგზიუპერის სახელობის სკოლები. განსხვავება ამ ახალ სკოლასა და მათ შორის იმაშია, რომ აქ ფრანგი პედაგოგები ასწავლიან. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ კავკასიის ფრანგულ სკოლაში სწავლა საფრანგეთის სკოლების დონეზე იყოს. და აქაურ სკოლა-დამთავრებულებს თავისუფლად შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნების უმაღლესებში სწავლის გაგრძელება. სწავლის გადასახადი საქართველოსთვის ზვირია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით მომავალში ფინანსური დახმარება გავზარდოთ. ერიკ ფურნიემ ფრანგული სკოლა ოფიციალურად საღამოს ევროპელ დიპლომატებთან, საფრანგეთიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად და საქართველოს განათლების მინისტრთან ერთად გახსნა. სწავლის დაწყებამდე სკოლის დირექცია მოსწავლეებს გასაუბრებით მიიღებს. ფრანგულ განათლების სისტემაზე დაფუძნებულ სკოლაში სწავლას ბავშვები 3 წლის ასაკიდან დაიწყებენ.